ღირსი სილუან ათონელი სიტყვა ლოცვაზე. ვისაც უფალი უყვარს, მუდამ ახსოვს იგი. ღმერთის ხსოვნა კი შობს ლოცვას. თუ კი უფალი არ გემახსოვრება, არც ილოცებ, ხოლო ლოცვის გარეშე სული ვერ დაემტკიცება ღვთის სიყვარულში, რადგან სულიწმიდის მადლი ლოცვის გზით გადმოდის. ლოცვა იცავს კაცს ცოდვისაგან, ვინაიდან მლოცველი სული მთლიანად ღმერთია და დამდაბლებული დგას უფლის წინაშე. მაგრამ ახალ ბედას ცხადია ხელმძღვანელის ჭირდება, რადგან ვიდრე სულიწმიდის მადლს მოიხვეჭდეს, სულს დიდი ბრძოლა აქვს გამართული ეშმაკებთან და არ შეუძლია მიხვდეს როდის თავაზობს მტერი თავის სიტკბოს. ამის გარჩევა მხოლოდ მას ძალუძს, ვინც გამოცდილებით იგემა სულიწმიდის მადლი. ასეთი კაცი გემოთის ცნობს მადლს. ვისაც ხელმძღვანელის გარეშე სურს შეუდგეს ლოცვას, ვინც ამპარტავნულად ფიქრობს წიგნებიდანაც შემიძლია ლოცვის სწავლაო და არ დადის მოძღვართან, ის სანახევროდ უკვე ხიბლშია. დაბალს კი უფალი შეეწევა და თუნდაც არ ყავდეს გამოცდილი დამრიგებელი, მაგრამ როგორიც ყავს ისეთ მოძღვარს ეკითხება რჩევას, მას სიმდაბლისთვის დაიფარავს ღმერთი. იფიქრე, რომ შენს მოძღვარში სულიწმიდა მყოფობს და მაშინ ის გეტყვის, რაც საჭიროა. მაგრამ თუ იფიქრებ, ჩემი მოძღვარი უდებად ცხოვრობს და როგორ შეიძლება მასში სულიწმიდა იყოსო, ასეთი აზრისთვის ძალიან დაზიანდები, უფალი დაგამდაბლებს და აუცილებლად ხიბლში ჩავარდები. წმინდა წერილში წერია, ლოცვა მლოცველს ეძლევაო, მაგრამ მხოლოდ ჩვევად ქცეული ლოცვა, გულის შემოსრულების, სინანულის გარეშე აღვლენილი არ არის სათნო ღვთის წინაშე. ენატრება ჩემს სულს უფალი და გამეტებით დაეძებს მას. არ სურს იფიქროს სხვა საგანზე. ენატრება ჩემს სულს უფალი და მიიწევს მისკენ, როგორც ზეციერი მამისკენ, როგორც მშობლისკენ. უფალმა დაგვანათესავა სულიწმინდას, უყვარს გულს უფალი, ჩვენი სიხარული და მხიარულება, მტკიცე სასოება ჩვენი. სახიერო უფალო, შეიწყალე შენი ქმნილება და მოიძიე იგი. გამოუცხადე შენი თავი ადამიანებს სულიწმიდის მიერ, როგორც შენს ერთგულ მონებს უცხადებ. უფალო, მიმადლე სიხარული თითოეულ მწუხარე სულს შენი სულიწმიდით. ჰყავ უფალო, რათა ყოველმა, ვინც გევედრება, შეიცნოს სულიწმინდა. ჰოი კაცნო, დავიმდაბლოთ თავი უფლისათვის და ზეცათა სასუფევლისთვის. დავიმდაბლოთ თავი და უფალი მოგცემს იესოს ლოცვის ძალის შეცნობას. დავიმდაბლოთ თავი და თვით სული ღვთისა განსწავლის ჩვენს სულს. ჰოი კაცო, ისწავლე ქრისტეს სიმდაბლე და უფალი შეგაცნობინებს ლოცვის სიტკბოს. თუ გინდა წმინდად ილოცო, დაბალი და კრძალული იყავი, ხშირად აღიარე შენი ცოდვები და მაშინ თვით ლოცვა შეგიყვარებს შენ. იყავი მორჩილი, დაემორჩილე უფროსებს, ყველაფრით კმაყოფილი იყავი და მაშინ გონება ამაო აზრებისგან განიწმინდება. გახსოვდეს, რომ უფალი გხედავს და გეშინოდეს, რაიმეთი არ შეურაცხყო ძმა. ნუ განიკითხავ, ნუ აწყენინებ მას თუნდაც გამოხედვით. მაშინ სულიწმინდა შეგიყვარებს და თავად იგი შეგეწევა ყველაფერში. სულიწმინდა ძალიან ჰგავს საყვარელ, მშობელ დედას. დედას უყვარს შვილი და ებრალება იგი. ასევე სულიწმინდასაც ვებრალებით, ცოდვებს მოგვიტევებს, კურნებას გვივლენს, გულისხმის ყოფას გვანიჭებს, გვახარებს. სულიწმინდამ დაბალი ლოცვის მიერ შეიცნობა. ვისაც მტრები უყვარს, ის ადვილად შეიცნობს უფალს სულიწმინდის მიერ, ხოლო ვისაც მტრები არ უყვარს,
იმათზე წერა არც კი მინდა, მაგრამ საბრალოა ასეთი კაცი, რადგან თავსაც იტანჯავს და სხვებსაც ტანჯავს და ვერც უფალს შეიცნობს ოდესმე. ღვთისმოყვარე სულს არ შეუძლია არ ლოცულობდეს, რამე თუ ლოცვისკენ ის მადლი იზიდავს, რომელიც სწორედ ლოცვისას მიეცა. ლოცვისთვის ტაძრები გვაქვს მოცემული, ტაძრებში მსახურება წიგნების მიხედვით სრულდება, მაგრამ ვერც ტაძრებს ატარებ თან, არც წიგნები გაქვს ხელთ ყოველთვის. შინაგანი ლოცვა კი ყველგან და ყოველთვის შენთანაა. ტაძრებში ღვთისმსახურება აღევლინება, იქ მყოფობს სული ღვთისა, მაგრამ კაცის სულია საუკეთესო ტაძარი ღვთისა. ვისაც შინაგანი ლოცვა აქვს, მისთვის მთელი ქვეყანა ღვთის ტაძარია, თუმცა ეს საქმე ყველასთვის არ არის მიცემული. ბევრი ბაგეებით ლოცულობს და უყვარს წიგნებით ლოცვა. უფალი ღებულობს ასეთი ადამიანების ლოცვას და შეიწყალებს მათ. მაგრამ თუ ვინმე ღვთის წინაშე ლოცულობს და ამ დროს სხვა რამეზე ფიქრობს, ასეთ ლოცვას არ ისმენს უფალი. ვინც მხოლოდ ჩვევის გამო ლოცულობს, იმის ცხოვრებას არავითარი ცვლილება არ ეტყობა. ხოლო ვინც გულით ლოცულობს, მის ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება. მტერთან ბრძოლაც გადახდება, საკუთარ თავთანაც, ვნებებთანაც, ადამიანებთანაც და მუდამ მტკიცედ უნდა დადგეს. გამოცდილ ადამიანებს კითხე რჩევა, თუ სადმე ჰპოვებ ასეც. სიმდაბლით სთხოვე უფალს შეწევნა და იგი მოგანიჭებს სიმდაბლეს და გულისხმის ყოფას. თუ ჩვენი ლოცვა სათნოა ღვთისთვის, სული ღვთისა უმოწმებს ამას სულს. სული ღვთისა წყნარია და ტკბილი, უწინ კი არ ვიცოდი შეისმინა თუ არა უფალმა ჩემი ლოცვა და როგორ უნდა გამეგო ეს. ტკივილმა და განსაცდელმა ბევრს ასწავლა ლოცვა. ერთხელ ჩემთან მაღაზიაში სამხედრო პირი შემოვიდა. იგი თესალონიკში მიემგზავრებოდა. შემიყვარდა ეს კაცი და ვუთხარი, ევედრე უფალს რომ ნაკლები მწუხარებები გქონდეს. მან მიპასუხა, მე ვიცი ლოცვა, ომში ვისწავლე, ბრძოლებში ყოფნისას. ვევედრებოდი ღმერთს ცოცხალი დავეტოვებინე. გარშემო ტყვიები ცვიოდა, ჭურვები ფეთქდებოდა, ცოტა ვინმე თუ გადაურჩა სიკვდილს. მე კი თუმცა ბევრ ბრძოლაში ვარ ნამყოფი, უფალმა დამიფარა და გადავრჩი. მან მიჩვენა როგორ ლოცულობდა და სხეულის მდგომარეობის მიხედვით ჩანდა, რომ მთლიანად ლოცვაში იყო ჩაფლული. ბევრს უყვარს კარგი წიგნების კითხვა და ეს კარგია, მაგრამ ყველაფერს ლოცვა სჯობს. ხოლო ვინც ცუდ წიგნებს ან გაზეთებს კითხულობს, მისი სული შიმშილით ისჯება. სული მშიერი რჩება, რადგან სულის საკვები და მისი სიტკბოება ღმერთშია. ღმერთშია მისი სიცოცხლე, სიხარული, მხიარულება. უფალს გამოუთქმელად ვუყვარვართ და ეს სიყვარული სული წმინდის მიერ შეიცნობა. თუ კი სულს გულით ლოცვა უნდა, მაგრამ არ შეუძლია, ბაგეებით წარმოთქვი ლოცვა და გონება ლოცვის სიტყვებში მოაქციე, როგორც ეს სათნოებათა კიბეში აღწერილი. გარკვეული დროის შემდეგ უფალი მოგცემს გულით ლოცვის უნარს და გაგიადვილდება ლოცვა. ზოგიერთმა გული დაიზიანა, რადგან ცდილობდა, რომ ლოცვისას თვითნებურად მოექცია გონება გულში. მაგრამ დაიმახსოვრეს სულიერი ცხოვრების ერთი კანონი. ღვთის ნიჭები უბრალო, მდაბალ სულს ეძლევა. ვინც მორჩილია და ყველაფერში კრძალული, ჭამაში, ლაპარაკში, მიხრა-მოხრაში, იმას თავად უფალი აძლევს ლოცვას, რომელიც ადვილად აღევლინება გულში. გამუდმებული ლოცვა სიყვარულისგან იშვება, ხოლო იკარგება განკითხვის, უქმის მეტყველებისა
და მოუთმენლობის გამო. ვისაც უფალი უყვარს, იმას შეუძლია დღე და ღამე იფიქროს მასზე, რადგან ღვთის სიყვარულს ხელს ვერავითარი საქმე ვერ შეუშლის. მოციქულებს უყვარდათ უფალი და სოფელი ამაში ვერ აბრკოლებდა, თუმცა მათ ახსოვდათ სოფელი, უქადაგებდნენ და ლოცულობდნენ მისთვის. არსენი დიდს უთხრეს, გაეკეცი ადამიანებს, მაგრამ სული ღვთისა უდაბნოშიც გვასწავლის ვილოცოთ ადამიანთათვის და მთელი სამყაროსთვის. ამ ქვეყნად ყველას თავისი მორჩილება აქვს, ზოგი მეფეა, ზოგი პატრიარქი, ზოგი მზარეული, მჭედელი ან მასწავლებელი, მაგრამ უფალს ყველა უყვარს და დიდი საზღაური მოელის მას, ვინც დიდად შეიყვარა ღმერთი. უფალმა მოგცა მცნება გვიყვარდეს ღმერთი მთელი გულით, მთელი გონებითა და მთელი სულით. როგორ უნდა გვიყვარდეს თუ არ ვილოცებთ? ამიტომ კაცის გული და გონება მუდამ თავისუფალი უნდა იყოს ლოცვისთვის. ვინც გიყვარს, სულ იმაზე გინდა იფიქრო, მას ესაუბრო, მასთან იყო. უფალი კი სულს ისე უყვარს, როგორც მამა და შემოქმედი, შიშით და სიყვარულით დგას მის წინაშე. შიშით რამე თუ იგია უფალი, სიყვარულით რამე თუ სული იცნობს მას, როგორც მამას. ფრიად მოწყალია უფალი და ყოვლის უტკბესია მისი მადლი. მე შევიცანი, რომ ლოცვა ადვილია, რადგან მასში ღვთის მადლი შეგვეწევა. უფალს ვუყვარვართ და გვაძლევს ლოცვის საშუალებით მასთან საუბრის, სინანულისა და მადლობის შეწირვის ნებას. არ შემწევს ძალა აღვწერო, რა ძლიერ ვუყვარვართ უფალს. ეს სიყვარული სული წმინდის მიერ შეიცნობა და მლოცველის სულმა იცის სული წმინდა. ზოგიერთი ამბობს ლოცვისგან ხიბლი იშვებაო, ეს შეცდომაა. ხიბლი თვითნებობისგან ჩდება და არა ლოცვისგან. ყველა წმინდანი ბევრს ლოცულობდა და სხვებსაც ლოცვისკენ მოუწოდებდა. ლოცვა საუკეთესო საქმეა სულისთვის. ლოცვის მიერ მიდიან ღმერთთან, ლოცვით ითხოვენ სიმდაბლეს, მოთმინებას და ყველა სიკეთეს. ვინც ლოცვის წინააღმდეგ გამოდის, როგორც ჩანს, არასოდეს უგემნია, რა ტკბილია უფალი და როგორ ვუყვარვართ მას. ღმერთისგან არავითარი ბოროტება არ შეიძლება მოდიოდეს. ყველა წმინდანი მოუკლებლად ლოცულობდა, ისინი წამითაც არ წყვეტდნენ ლოცვას. სული სიმდაბლის დამკარგველი მასთან ერთად კარგავს მადლს და ღვთის სიყვარულს და მაშინ მხურვალე ლოცვა ქრება. მაგრამ როცა სული ვნებებისგან თავისუფლდება და სიმდაბლეს იხვეჭს, უფალი აძლევს მას თავის მადლს და სული ისე ლოცულობს მტრებისთვის, როგორც საკუთარი თავისთვის. ასევე ცხარე ცრემლებით ლოცულობს მთელი სამყაროსთვისაც.